დაგიბრუნდით ახალი ჭიქით მე ნათია შაი შეგახსენებთ რომ ეს ჩემი არხია და მას შემდეგ რაც მას გამოიწერთ თქვენი არხი გახდება ის დარწმუნებული ვარ უსაყვარლესი არხი ახლა კი ნახოთ რა ჩანს ამ ჭიქაზე გარედან ჩანს სახლუკა რომლისკენაც პატარა გზა მიდის ეს არის რაღაცა ცვლილებების გზა რომელიც მიგიყვანს სტაბილურობისაკენ შეიძლება იყოს ახალი ადგილიც ახალი სახლის ან რაღაცა ახალი შინაგანი სახლის იუყუდროვე სიმშვიდე საკუთარი ადგილის პოვნა ამ ცხოვრებაში ის რომ გზა არის პატარა იმაზე მიუთითებს რომ უკვე ცვლილებები დაწყებულია და უკვე ფინალისკენ მიდის ეს ყველაფერი ზევით წერია სამიანი და აჩვენებს რომ ეს გავლენას ახდენს შენს ბედზე, შენს კეთილდღეობაზე, შენს ფინანსებზე, ყველაფერი საკეთილდღეოდ. სულზევით ხედავთ ალბათ ბებერი ადამიანის პროფილია, აი თითქოს ჩონჩხად არის ქცეული. ეს არის რაღაც კარმული ზედამხედველი თქვენ ვის ეძახით ამას არ ვიცით მაღალი მე ანგელოზი მასწავლებელი სულიერი ფიგურა რომელიც შენს ცხოვრებაში თვალს ადევნებს შეიძლება წინაპარიც იყოს რომელიც გიცავს გაძლიერებს და გიგზავნის გაკვეთილებს ასევე ეს არის გაფრთხილება რომ არ გაიმეორო ძველი შეცდომა ხაზ გავუსმევ არ გაიმეორო ძველი შეცდომა ეხლა ვნახოთ ეს მხარე რომელიც მხარითაც ვსვავთ ჩვენ ჭიქას რაც ასე ვთქვათ ახლანდელი აწმყო დრო არის დავაკვირდეთ აი სულ ზევით ჩანს მანქანა და მისკენ ადამიანი გარბის ეს ნიშნავს სწრაფ მოქმედებას რაღაცა ემოციურ მოქმედებას თითქოს რაღაცას გინდა დაეწიო მიუსწრო ან ადამიანს არ რაღაც სიტუაციას აი რაღაცაზე ჩქარობ დრო გარბის შენთვის და გინდა მოასწრო მანქანა თვითონ პროგრესია ხო რაღაცა პროგრესულია ანუ პროგრესულ რაღაცას მისდევ რაღაცა საჭირო შენთვის მისდევ და ასევე აჩვენებს რომ შინაგანად შფოთვა გაქვს მომატებული ნერვიულობ შფოთავ ასევე ჩანს ადამიანის ენერგია რომელიც სუფთა ენერგიით მოდის შენთან, სუფთა სიყვარულით, სულიერ დონეზეა ეს, ანუ უფრო სულიერი სიყვარულია, ვიდრე ფიზიკური ბუნებიანი სიყვარული. ასევე ეს ურთიერთობა მოგიტანს რაღაცა სულიერ გაკვეთილს, სულიერ მაგალითს. ქვევით აი მე მინდა დაგანახოთ აი ნახეთ აი ეს ფიგურა ხა მე შევეცდები რატო აკეთებს ყავის ჭიქაზე აბუნდოვანებს ეკრანს არ ვიცი აი ეს ფიგურა ხედავთ როგორი წვეროსანი კაცია და თითქოს თავიდან ჰელიუმის ბუშტი ასდის საინტერესო სიმბოლოა ბუშტი ნიშნავს ფიქრს ოცნებებს იდეას რაღაცების დაგეგმას და დააკვირდით აბა თქვენს ცხოვრებაში ადამიანი რომელიც
ვინ არის ადამიანი, რომელიც უფრო მეტად ოცნებობს, ფიქრობს, გეგმავს, უფრო ხაერშია, ვიდრე მიწაზე არის, ვიდრე მატერიაში არის. ვინ არის ესეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? ეს ადამიანი რაღაცნაირად კეთილგანწყობილია თქვენდამი, გიცავთ, გიფარავთ, ხელს გიწყობთ, აი რაღაცნაირ სულიერ მხარდაჭერას გაძლევთ. ესეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. ცხადია, მამაკაცია და არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც ატარებდეს წვერს. აბა, მომწერეთ, თუ არსებობს ესეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, თუ არა დააკვირდით, უნდა გამოჩნდეს. ასევე არის ციფრები 31, 10, 6, 8. 31 ეს არის რაღაცა დასასრული, ძველი ცხოვრების დახურვა, ახალი წიგნის გადაშლა, ახალი ფურცელი, თეთრი ფურცელი, ახალი გზები. 10-იც მიანიშნებს, რომ რაღაც კარმული გაკვეთილი დახურეთ, დაასრულეთ და ახალ ნაბიჯებს გადადგავთ ცხოვრებაში. 6 კი აჩვენებს, რომ სიყვარული შემოდის, ოჯახური ურთიერთობები, თანაგრძნობა, სითბო და ეს ყველაფერი რვიანი ძალა და სამართლიანად გეკუთვნით ეს ყველაფერი. ასევე აი ძალიან დიდი მეფის გვირგვინი არის და თქვენს თავს პოულობთ რაღაცა საქმეში, რაღაცა ადგილას და იქ ძალიან დიდ წარმატებას მიიღებთ. აი რაღაცა ძლიერი ენერგია იღვიძებს თქვენში. ნახოთ ახლა მეორე მხარეს. მეორე მხარეს დავაკვირდეთ რა ჩანს, რა ხდება. ზევით ჩანს ხე, გაშლილი ხე არის და ეს მიანიშნებს, რომ მეტი კავშირი გექნებათ თქვენს ფესვებთან და მეტი სიახლეები გექნებათ და წყალობა ღვთის ცხოვრების სხვადასხვა საკითხებში. გაძლიერდება გვერდზე მგლისა ხიაქ და ინტუიცია, სულიერი ძალა და ასევე ძლიერდება თქვენი მფარველი ანგელოზი. მფარველი ანგელოზი შეიძლება იგრძნოთ, აი პირდაპირ, ასე ვთქვათ, ღვთიური ენერგია, ღმერთისგან დაცვა, ან გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, ან შეიძლება იყოს კიდევაც ეს ადამიანი უკვე თქვენს ცხოვრებაში, რომლისგანაც იგრძნობ ძლიერ დაცულობას და ზუსტად ეს მოდის, ასე ვთქვათ, ღმერთის დაცულობა. ახალი იმედები ჩანს, სილაღე ჩანს, ძიმე ეტაპების დასასრული ჩანს. სამსხივიანი მზე ჩანს, სულიერი აღზევება, გონების განათება, კიდევ რაღაც ახალი აღმოჩენების გაკეთება. ნახეთ მარცხენა მხარეს კიდე ჩანს პატარა ფიგურა, აი ზღაპარი გამახსენდა, მძინარამზეთ ვნახავი, სამი ფერია რო ყავს ამ პრინცესას. აი აქ ნახეთ. წვეტიანი ქულდებით, აი ესეთი ქალის ფიგურა და ხელში უჭერავს თევზი. ეს არის რაღაცა მესამე თვალის გახსნა თქვენში, რაღაცა ასე ვთქვათ, მაგიური ენერგიის მოზღვავება. დააკვირდით ვის როგორც, ვიღაცა შეიძლება ეს სიზმარში გაეხსნას, ვიღაცას ინტუიცია განუვითარდეს, ვინც მაგიაშია და მისმენთ, კიდე მეტი შესაძლებლობები. ძალიან ბევრი 4 რიცხვები წერია, ეს არის სტაბილურობა, 4 საერთოდ ოჯახი, პრაქტიკულობა, პრაგმატიზმი, მიწაზე მყარად დგომა. კონკრეტულ საქმეებში, ასევე თეთრი თხა არის, მიზანდასახულობა არის და ჯიუტად მისკენ სწრაფვა, შენი ამბიციები და ქვევი ჩანს ძალიან დიდი სახე ადამიანის, მამაკაცის უფრო გაბრაზებული. შეიძლება იყოს ვინმე მამაკაცური ენერგიის, მამაკაცი პირდაპირ თქვათ, ვისაც ეს შენი აღზევება, მიზანსწრაფულობა, შენი სიძლიერე არ მოეწონოს და არ მოსწონდეს. ფსკერში გამძვინვარებული ლომია,
და აქ ნახავთ სიყვარულში რაღაცა სიბრაზეს, რომელშიც ძალიან დიდი ვნებებია თან. Რაღაცა დრამატული, მტკივნეული ურთიერთობა იქნება. ოღონდ ეს იქნება განაის ხანგრძლივი, აი რაღაცა იმპულსური, რომელიც თქვენში გააღვიძებს ისევ და ისევ ძალებს და მეტად გაგაცნობთ ერთმანეთს, მეტად და გაახლოვებთ პირიქით ეს რაღაცა კონფლიქტი, გამძვინვარება